პოლიტიკურ ძალთა როგორ გადანაწილებას ელოდებით პარლამენტში და როგორ ფიქრობთ, მომდევნო 4 წლის განმავლობაში საკანონმდებლო ხელისუფლება პოლიტიკურ ცხოვრებაზე მოახდენს თუ არა რეალურ გავლენას? სანამ მაგითხვას უპასუხებ, ძალიან მოკლედ ბატონ მაგია პოლსკიმ თქვა, რომ შხავანა კატას პოზიციასავით არის ლავის ჩვენი პოზიცია ამერიკის სამხედრო ბაზების შესახებ. მე მინდა გითხრათ, რომ ამ წინადადებაზე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩობა საქართველოში იან კელიმ თქვა, რომ ეს საინტერესო წინადადებაა და საჭიროებს განხილვას, ის ნამდვილად საჭიროებს განხილვას. ეხლა ხელისუფლების წარმომადგენელი თუ რაღაც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩას შხავანა კატებში გაყავს, რომ არ მგონია ეს მათი მხრიდან იყოს თლად კეთილგონივრული საქციელი, რა ვიცი. ასე მგონია. რაც შეეხება მოვალ პარლამენტს, მე ვფიქრობ, რომ მოვალ პარლამენტი აუცილებლად იქნება მრავალპარტიული, იქნება ალბათ დაახლოებით 5, შეიძლება 6 პარტიაც და წარმომადგენლებით, იმიტომ რომ დღეს არ არის საზოგადოებაში ის განწყობა, როდესაც რაღაც არის ან ხელისუფლება, ან ოპოზიცია, ერთი ოპოზიციური ძალა და არის ამ ორ შორის რაღაც ორ გიგანტ შორის უნდა გაირკვეს ურთიერთობა. ვფიქრობ, ჩვენ წავალთ მრავალპარტიულობისკენ და რესპუბლიკური პარტია იქ დაიკავებს საკმაოდ ღირსეულ და სოლიდურ ადგილს. გასაგებია. დიდი მადლობა. ბატონო დიმიტრი, თქვენ როგორ გადანაწილებას ელოდებით ახალ პარლამენტში და რა პატარ პროგნოზი რომ გაგვიკეთოთ, აი როგორ ფიქრობთ თქვენი პარტია რა წარმომადგენლობით შევა პარლამენტში? ჩვენი პარტიისთვის და საარჩევნო ბლოკი ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობისთვის აღნიშნული არჩევნები გახლავთ პირველი არჩევნები, ჩვენ ჩამოყალიბდით როგორც პარტია 2014 წლის 6 მაისს და აქტიურად მუშაობთ იმისთვის, რომ ჩვენი პროგრამული პრიორიტეტები გავაზიარებინოთ ჩვენს ამორჩეულს. ძალიან სამწუხაროა, რომ შუას გაკრეფვის იდეით შეპრობილი პოლიტიკოსები, მათ შორის ჩვენი ხელისუფლების მაღალ ჩინოსნებიც, ძალიან ხშირ შემთხვევაში ეწევიან იმგვარ პოლიტიკას, რომლითაც უზრუნველყოფენ პოტენციალთა შორის სხვაობას მათსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის და ძალიან ხშირ შემთხვევაში იკვეთება ხოლმე ესეთი ტენდენციები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს უნდა აღიკვეთოს აუცილებლად. მომავალი პარლამენტი უნდა იყოს აუცილებლად მრავალპარტიული და ეს ფალსიფიცირებული სოციოლოგიური კვლევები, რომელსაც ადრე NDI და IRI უკეთავდნენ და დღეს ჩვენი ეროვნული მაუწყებლები გადავიდნენ შეკვეთებზე და აშკარად ფალსიფიცირებულ შედეგებს თავაზობენ ჩვენს საზოგადოებას, საზოგადოება არის უკვე პოლიტიკურად მომწიფებული და ძალიან კარგად ხედავს, რომ სახელისუფლებო მონსტრების ისტორია ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს და ხელისუფლება უნდა ჩაიბაროს მრავალპარტიულმა პოლიტიკურმა. დიდი მადლობა. ბატონო ვიქტორ, 3 დღეა დარჩენილი და საინტერესოა თქვენი პროგნოზიც პოლიტიკურ ძალთა რა განლაგებას ელოდებით მომდევნო 4 წლის განმავლობაში საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში. მე ვფიქრობ, რომ ამგვარი წინასაარჩევნო გარემო, როდესაც ართულია რაიმე წინასწარმეტყველო, არასოდეს არ ქონია, აქამდე არ ქონია ყოველ შემთხვევაში. მათ შორის, თქვათ, საარჩევნო გარემოს გათვალისწინებით, რომელიც არის თვისობრივად განსხვავებული, რომელიც ჰქონდა თუნდაც 2012 წელს ხოსორია. ჩვენ იმ პერიოდში ყველა ერთად დავირაზმეთ და ვიბრძოდით ძალადობის წინააღმდეგ და მივაღწიეთ მადლობა ღმერთს ამ შედეგს. ეხლა უკვე ხალხმა უნდა გადაწყვიტოს რეალურად რომელ პარტიას და რომელ პლატფორმას პროგრამას დაუჭერს ხარს. ეს კარგია დემოკრატიისთვის, ეს კარგია ქვეყნის განვითარებისთვის და ქვეყნის მომავლისთვის. მე ვფიქრობ, რომ ორპოლუსიანობა უნდა დასრულდეს და დასრულდება კიდეც, დარწმუნებული ვარ ამაში. პარლამენტი არ იქნება არც ერთპარტიული, არც ორპარტიული, მრავალპარტიული თუ კი იქნება, ეს იქნება კარგი, პროევროპული თუ იქნება, ეს იქნება კარგი. პროფესიონალურად დაკომპლექტებული პარლამენტარებისგან თუ შედგება, ეს იქნება კიდევ უკეთესი და მე მოველი უკეთეს პარლამენტს ვიდრე დღეს არის. დიდი მადლობა. ბატონო გია, 59 წამიგავთ. თქვენ ამბობთ, რომ დამაჯერებლად იმარჯვებთ. ზოგადად რა ბალანს ელით მომდევნო 4 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტში? ხარს არ უჭერ თვითონ იდეას კოალიციური მთავრობის, იმიტომ რომ ეს ფუფუნება შეიძლება კონდეს ზოგიერთ ევროპულ განვითარებულ დემოკრატიას, მაგრამ ჩვენ სტაბილური მთავრობა გვჭირდება, სტაბილურ მთავრობას უმრავლესობა ჭირდება ისეთი, რომელიც მთავრობას ადგენს. ასე რომ ეს იყო მთავარი კომენტარი, რომელიც აი ესეთ შეკითხვის დროს მქონდა ყოველთვის. არავითარი პოლიტიკური გარიგებები არ უნდა ხდებოდეს პარტიებს შორის იმისთვის დავამტკიცოთ თუ არ დავამტკიცოთ და რომელი პორტფელი ვიზე გადანაწილდება. ეს არის ამოსავალი წერტილი. ისე თანამშრომლობა რასაკვირველია იმ პარტიებთან, რომლებსაც აქვთ ეს პროდასავლური ხედვა და ეს არ არის ლიტონის სიტყვა და რაღაც ხმამაღალი კეკლუცობა პოლიტიკური. ეს არის რაც ქვეყანას სჭირდება და იმ სრული იმ გაგებით, რომ საჭიროა ბალანსი და მოლაპარაკებები ყველა მხარესთან. დიდი მადლობა. ბატონო სასო, თქვენ დაასრულებთ ამ წრეს.
ზოგადად რაც პოლიტიკური მეცნიერებები განვითარდა, მათ აღმოაჩინეს გარკვეული კანონზომიერებები, რომელიც აუცილებლად მუშაობს საზოგადოების განვითარებაში და ეს გახლავთ ის, რომ ერთპარტიული დომინირება საერთოდ მთავრდება ხოლმე ძალიან ცუდად. ამის უახლოესი წარსული არის შესანიშნავი მაგალითი თუ როგორ დაამთავრა თავისი მოღვაწეობა ედუარდ შევარდნაძემ, რომელიც რევოლუციის გზით გააგდეს, როგორ დაამთავრა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც დღეს უკრაინაშია და ძებნელი სტატუსით იძევნება. მე არ მინდა რომ იგივე დაემართოს ქართულ ოცნებას. ამისათვის უნდა იყოს თვითონ ქართული ოცნება მზად. იმისათვის რომ მრავალპარტიული პარლამენტი მივიღოთ, იმისათვის რომ დებატები სწორედ პარლამენტში იყოს და არა ქუჩაში, ეს იქნება ყველაზე დიდი წარმატება თვითონ კოალიცია ქართული ოცნებისა, რომელიც პირდებოდით ყველას, რომ ევროპელებიც კი უნდა გაგვიკვირვებინა იმ დემოკრატიით, რომელსაც საქართველოში მივიღებთ. ამის საწინააღმდეგო ტენდენციებს ხედავ და მე ძალიან არ მინდა რომ ისევე დაამთავროს ოცნებამ, როგორც წინა ხელისუფლებებმა.